მე მინდა უბრალოდ გაგიზიაროთ მოკლედ ჩემი შტაბ-ეჭვილებები გერმანიაში ვიზიტზე და იმაზე სად მივყოფებით ახლა ჩვენ მთავარ საკითხებს. ჩვენ მოვახერხეთ რომ მივხედავთ უბინძურეს და ძალიან საშიში პროვოკაციების რომელიც დაგვიგეგმეს დიდი ხნის წინ და რომელიც განახორციელეს ჩვენ მარტში, აპრილში, მაისში და ახლაც ახორციელებენ. ჩვენ მათ სცენარს ბოლომდე არ ჩავყევით საერთოდ. ჩვენ მოვახერხეთ მთელი დიპლომატიური ევროპის და მთელი დიპლომატიური სამყაროს ფეხზე დაყენება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. მე მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა გერმანიის კანცლერთან. იმაზე ბევრად უკეთესი ვიდრე მოვლოდით. მე ვიყავი შტაბ-ეჭვიდების ქვეშ, რამდენად ზუსტად იცნობს ის პრობლემატიკას, რამდენად ჩართულია და ეს არის დღეს ევროპის ლიდერი სახელმწიფო. თქვენ იცით რომ ჩვენ მქონდა გერმანიასთან უთანხმოებები ნატოსთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ მთავარ საკითხს ტერიტორიულ მთლიანობას დაკავშირებით გერმანიას აქვს უკიდურესად ხარდაჭერითი პოზიცია. რამდენიმე დღეში ასევე ჩამოდის ამერიკის სახელმწიფო მდივანი კონდოლიძა რაისი ამ საკითხის საგანგებოდ საქართველოში. ერთ სიტყვით ჩვენ ეს ეტაპი გავვლეთ კარგად. ამავე დროს მიუხედავად არაადამიანური უზარმაზარი პროვოკაციებისა, მაგრამ არაადამიანური ცდილობები გვაქვს და წარმატებით ვართვით თავს, რომ არ ავყვეთ ამას ყველაფერს, არ გამოვიდეთ წყობრიდან, შევინარჩუნოთ წინასწორობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა რუსეთთან გავალყოთ ყინული. გარკვეული იმედის მომცემი ტონი ჩემ კონტაქტებში რუსეთის ახალ პრეზიდენტთან შეიმჩნევა, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ვერდით სიტუაციის შეცვლას უშუალოდ ჩვენ კონფლიქტებთან და ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასთან დაკავშირებით. ეს არის მთლიანობაში ჩვენი დიპლომატიური წარმატებები არის წარმოუდგენელი მონაპოვარი. მაგრამ ნიშნავს თუ არა რომ ჩვენ მოვაგვარეთ პრობლემას მხოლოდ თუნდაც გერმანიის ან ამერიკის დახმარებით, რა თქმა უნდა, მე მინდა ყველას კარგად ესმოდეს. ჩვენ არავინ ჩვენ ტერიტორიებს კონტროლ ქვეშ ლანგარზე არ მოგვართმევს. ჩვენ გასაკეთებას გააკეთებს დანარჩენ მსოფლიო, რა თქმა უნდა არ გააკეთებს. ვისი გასაკეთებელია ეს? ქართველი ხალხის მრავალეთნიკური ქართველი ერის. მე მინდა ყველას ესმოდეს. რას ნიშნავს აფხაზეთი საქართველოსთვის? აფხაზეთი ნიშნავს ჩვენი ტურისტული პოტენციალის უმეტეს ნაწილს, აფხაზეთი ნიშნავს ჩვენი ელექტროენერგიის უმეტეს ნაწილს, აფხაზეთი არის შავი ზღვისპირეთის სანაპიროს 2/3-ზე მეტი, აფხაზეთში არის ყველა მონაცემით ყველაზე დიდი წყაროები ნავთობის საქართველოში, აფხაზეთში არის 2 პორტი, მათ შორის ყველაზე პერსპექტიული ქართული პორტია ოჩამჩინა. აფხაზეთის საკითხის მშვიდობიანად და ყველას ინტერესებში გადაწყვეტა ნიშნავს საქართველოს ეკონომიკის ყველა მოქალაქის საკითხით გასამაგებას წელიწად ნახევარში. ამიტომ ეს რაღაც აბსტრაქტული კატეგორია კი არ არის. აფხაზეთის გარეშე ქართული სახელმწიფო სულფასოვნად ვერასდროს ვერ შედგება. ამავე დროს ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ და მე იმედი ვარ, რომ ჩვენ თანამემამულეებს, რომლებიც დარჩენ აფხაზეთში და დღესაც ცხოვრობენ აფხაზეთში, 80% იქიდან გაყრილია, რატომღაც ჩვენი მთავრობა და ზოგიერთ დღევანდელი ჩემი მოხელი იძახის, რომ ჩვენი მოხელი 240,000, 280,000. რატომღაც ითვლიან მხოლოდ იმ ხალხს, ვისაც პასპორტში ეწერა ეთნიკურად ქართველი. ეს არის დიდი სიბრიყვე და სიბეცე. მე ვნახე იქიდან გაყრილი ხალხი ისრაელში 10,000 ადამიანი, 10,000 საბერძნეთში. ესტონელები, უკრაინელები, ისინი ყველანი ამ მიწის პატრონები არიან და ისინი ყველაც საქართველოს უნდა დაიბრუნოს. მაგრამ ის ხალხიც, ვინც არის დარჩენილი აფხაზეთში, მათ უნდა ესმოდეთ და მე ვფიქრობ, ჩვენ ხაზს მივაწვეთ მათ, რომ რაღაც ჯგუფის, პატარა ჯგუფის ლიდერებს, რომელიც მუდმივად უღვევენ მათ ისტერიულ შიშს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, მრავალეთნიკურ საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, რომელიც მინდა ხაზი გაუსვა, არ არის ეთნიკური ქართველების რაღაც ექსკლუზიური საკუთრება. ეს არის საკუთრება ქართველი აზერბაიჯანელების, ქართველი სომხების, ქართველი ოსების, ქართველი აფხაზების, ქართველი ებრაელების და ქართველი ბერძნების დარჩენა. ეს ხალხი რეალურად უბიძგებს აფხაზებს, პატარა ჯგუფს, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება ჭირდება, სრული, სწრაფი
უკვალო ასიმილაციისკენ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ეს არის დიდი ტრაგიკული ისტორიული შეცდომა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ეს ყველაფერი და ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ მშვიდობიან გადაწყვეტაზე. ჩვენ შევთავაზეთ მათ თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა, ჩვენ შევთავაზეთ კონსტიტუციური პოსტი ვიცე-პრეზიდენტის, ჩვენ შევთავაზეთ ყველა ევროპული ორგანიზაციის ჩართვა იმისათვის, რომ ყველა ევროპული სტანდარტი დაცული იქნას და გარანტიები აიღონ მათ ისეთი, რომელსაც ვერც ერთ შემდგომი საქართველოს მთავრობა ვერ უღრულყოფს და ვერ გადალახავს და ვერ შეცვლის, იმისათვის, რომ აფხაზეთის ეთნიკურმა აფხაზებმა თავი იგრძნონ საქართველოს და მათ შორის აფხაზეთის სრულფასოვან პატრონებად, მონაწილეებად და აბსოლუტურად დაცულ ნაწილად მრავალეთნიკური მომავალი ჩვენი ფედერაციული მოწყობის ქვეყნის. აი ეს არის რაც ეხება გერმანიაში ჩვენ მოგზაურობას დაკითხვები გაქვთ. ბატონ პრეზიდენტო რუსთავიორი, ნაცია გიგსაძე. ბატონ პრეზიდენტო, თქვენ ბევრი ისაუბრეთ აფხაზეთზე და იმ პრობლემებზე, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება. თქვენ სულ მალე გეგმავთ შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტთან, ალბათ მთავარი სასაუბრო თემა მასთან ეს იქნება. აქედან გამომდინარე, მინდა გკითხოთ, როგორ კომენტარს გააკეთებდით იმ ფაქტზე, რომ მედვედევმა ბაღავში მიიღო და ეს იყო გასაიდუმლოებული შეხვედრა. რუსეთის პრეზიდენტი ადვილად წინა პრეზიდენტი ადრე შეხვედრა სეპარატისტების ლიდერებს. თუ ამ შეხვედრაზე მან განიხილა საკითხი თუ როგორ უნდა მოხდეს მშვიდობიანი გადაწყვეტა და მოლაპარაკების გზით ამ საკითხის ყველას ინტერესებში გადაწყვეტა, ამას ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ ამით ლეგიტიმაციას ახდენენ საქართველოს მიერ ხელის აღებას ამ ტერიტორიაზე, სანამ პირში სული მიდგას მე პირადად და ბევრად უფრო ადრე ვიდრე ყველას წარმოგვიდგენია. ჩვენ ამ საკითხს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აუცილებლად მოვაყარებთ. უბრალოდ არასდროს ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოს ტერიტორიას ერთი მისხალი მიწა რომელიმე სახელმწიფო ჩამოაშოროს ანექსიის და ოკუპაციის გზით. ანექსიის და ოკუპაციის რეჟიმის საქართველოს ტერიტორიის არც ერთ კვადრატულ მეტრზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანამ ნებისმიერი ჩვენგანი ცოცხალი არ გახორციელდება. ჩვენ არაფერში არ გვჭირდება პრობლემა. მაგრამ ნუ რა ვიცი, ნუ ექნება ილუზია. საქართველოს არის ერთიანი როგორც არასდროს. ჩვენ გვაქვს ორი მთავარი კომპონენტი, რისკენაც მივისწრაფოთ. საერთაშორისო მხარდაჭერა და საქართველოს საზოგადოების ერთიანობა. ასეთ საქართველოს არის დამამარცხებელი. ყველა თავის დიპლომატიურ წამოწყებაში. შარშან ნოემბერში ძალიან დიდი დარტყმა გვაყენეს, ჩვენ სერიოზულად შეგვერხა საერთაშორისო მხარდაჭერა და ქართველი ერის დაყოფის ილუზია მაინც შექმნეს ძალიან ბნელმა ძალებმა. ორი არჩევნების შედეგად ჩვენ დავიბრუნეთ ქართულმა საზოგადოებამ, ქართულმა საქართველოს სახელმწიფომ დაიბრუნა სრული სიმპათია, სრული მხარდაჭერა და აღიდგინა და გააქრო ყოველგვარი ილუზიაც კი ქართული საზოგადოების ერთიანობის თაობაზე და უბრალოდ რაღაც სახის შესაძლო და გაყოფის თაობაზე თავარ საკითხებზე, ჩვეულებრივ საკითხებზე, კამათი საქართველოში ღმერთმა მოგვიშალოს. ვიკამათებთ ხმის ჩახლეჭოთ. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ველაპარაკებთ მათ ბევრ საკითხზე, რუსეთის და საქართველოს აქვს საერთო ინტერესი. რუსეთის არის ჩილო კავკასიაში ძლიერი მაშინ, როცა საქართველო არის მის მხარეზე, მაგრამ საქართველო იქნება იმის მხარეზე, ვინც ასევე იქნება ჩვენ მხარეზე. და ჩვენ გვაქვს ერთობლივი პროექტები, ჩვენ უჭერთ ხარს თავის დროს სოჩის ოლიმპიადას, ჩვენ ახალს უჭერთ სოჩის ოლიმპიადას ხარს, მაგრამ საკითხები უნდა გადაწყვეტს. ის რაც ის ღია ბანდიტიზმი, თავზე ხელაღებული, ხულიგნული მოქმედებები, რომელიც განახორციელეს აპრილში და მარტში და მე მაისში რუსეთის ოფიციალურ პირებმა იქ ეს უკვე უკან უნდა დარჩეს. ხულიგნული მეთოდებით საქართველოსთან, ხუჩის მეთოდებით და საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ხუჩის მეთოდებით ვერავინ ვერ ელაპარაკებს ვერც ქვეყნის ჩრდილით და ვერც ქვეყნის გარეთ. და მე ახლა რუსეთს ყავს პრეზიდენტი, რომელსაც აქვს ძალიან ცივილიზებული სტილით, მანერაც და დარწმუნებული ვარ შეხედულებებით და მე ფიქრობ ის ხდება, რომ და მე ვცნობ ამ სტილის სრულიებას აშკარად ვცნობ, იმედია რომ ეს ყველაფერი გადაითარგმნება სხვანაირ მოქმედებებში, ასევე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას დაკავშირებით. როცა საქართველოს ექნება პატივისცემა,
საქართველოს პატივისცემას და მეგობრობას უბრუნებს ქართველებს ზოგადად 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი მეგობრობით და პატივისცემას. ეს არის ჩვენი პრინციპი. მაგრამ ეს უკვე როგორც რუსეთი ამაყობს იმით, რომ ეს აღარ არის 90-იან წლების არეულ რუსეთი, ასევე ეს აღარ არის 90-იან წლების აბსოლუტურად პარალიზებული და დახლეჩილი დაყოფილი საქართველო, რომელიც თბილისის ცენტრის გარდა მის ხელისუფლება, რომელშიც ვერაფერს სხვას ვერ აკონტროლებდა. ნამდვილად ვერ აკონტროლებდა, მაგალითად სამეგრელოს მაშინ რა აღარ ლაპარაკობ აჭარაზე, აღარ ლაპარაკობ სამხრეთ საქართველოზე, ჯავახეთზე, აღარ ლაპარაკობ ძალიან ბევრ სხვა ადგილზე და ვერ ლაპარაკობ ბოლოს ის საქართველოს ხელისუფლება აღარ აკონტროლებდა უკვე საკუთარ თავს და საკუთარ წარმომადგენლებს. ეს უკვე დამთავრდა. ეხლა ჩვენ ვართ ძალიან კარგ ფორმაში. ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრ რამეზე შეგვიძლია მოლაპარაკების გზით წასვლა. ჩვენი ინტერესები, ჩვენი ბედი წყდება არა ბრიუსელში, არა ვაშინგტონში და არა მოსკოვში, წყდება თბილისში და თბილისი გადაწყვეტს ამას, როგორც არის თბილისის საქართველოს მრავალეთნიკური საზოგადოების ინტერესებში. გაკითხებები. ბატონო პრეზიდენტო, აჭარის ტელევიზია ნოდარ ჩაჩუა, თქვენ ახლახან დაბრუნდით ევროპიდან, სადაც შეხვედრები ჰქონდათ ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან და მაინტერესებს, რას ისახავს მიზნად საქართველოს მსგავსი საერთაშორისო გააქტიურება, უფრო რომელ საკითხში გვაქვს ყველაზე მეტად საერთაშორისო მხარდაჭერა და ყველაზე მთავარი. მიუახლოვდით თუ არა ნატოს წევრობას და რამდენად მიუახლოვდით მას? მე ვფიქრობ, რომ მთლიანობაში ნატოს იყო ორი კრიტერიუმი, ხო? არჩევნების კარგად ჩატარება და ყველა მაღიარა, გარდა არ ვიცი, ზოგიერთი ჩვენი და ზოგიერთი რუსული პოლიტიკური ფიგურისა, რომ არჩევნები საქართველოს ჩატარდა მთლიანობაში ძალიან კარგად. ეს საკითხი მოვითავეთ. ეხლა მეორე საკითხი, კონფლიქტების საკითხი, მთავარი საკითხი ჩვენ. აქაც ეს უკვე აღარ არის, რომ მოდი თქვენ გადაწყვეტეთ კონფლიქტი ერთ წელიწად შემოგვიარეთ, გადაწყვეტეთ თუ არა და გითხარით, შემოგძახეთ ქვემოდან აივანზე გადმოვართ. ეხლა ყველანი ვართ ჩართული, ყველანი ვართ ამაში მონაწილე, ყველა ევროპის მთავარი სახელმწიფო მიხვდენ, რომ ეს არის ასევე მათი პრობლემა და როცა ყველა ერთად არის ჩართული, ყველას ერთად უნდა მიიღოს შედეგი. სხვა შორის რა თქვენ ჩამოთვალეთ, ეხლა მე აჭარის ტელევიზიას მინდა უთხრა, რომ ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, ეხლა მაგალითად გუამის სამიტია და იქნება ბათუმში, ყველა უცხოელ სტუმარს პატიჟებთ ბათუმში და ამას იმიტომ კი რომ ჯერ მინდა რომ ვიამაყო იმით რაც ხდება აჭარაში, უნდა ვაჩვენოთ კონტრასტი იმასთან, თქვათ რაც ხდება აფხაზეთში და სხვა და რაც ხდებოდა ადრე აჭარაში, მაგრამ ასევე ვაჩვენოთ რომ საქართველოს არ არის მარტო თბილისი და უბრალოდ განათებული თბილისის ცენტრი. საქართველოს არის განვითარება მთელ საქართველოს მასშტაბით და ამას დიდი მნიშვნელობა. ისევ აფხაზეთთან დაკავშირებით დღეს გაზეთ კომერსანტში იყო სტატია, რომ თითქოს საუბარი არის რაღაც გეგმაზე, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი ორად უნდა გაიყოს და ქართულ სახელმწიფოს დარჩეს გალი დაუჩამჩირე. ეს დღის მეორე ნახევარში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კი უარყვეს, მაგრამ ნუ მაინც მთელი დღე მთავარი თემა იყო. საინტერესოა თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით და კიდევ არავის არაფერს არ მივცემთ. არავის არაფერს არ დაუთმობთ. ამის იმედი ილუზია ნუ რავის ნუ ექნება. საქართველოს ჩვენ გვაქვს სამშვიდობო გეგმა და სამშვიდობო გეგმა ნიშნავს, რომ ჩვენ შევთავაზეთ თავისუფალი ეკონომიკური ზონის გაკეთება და ამას ვადასტურებ ყოველგვარი კულუარების გარეშე. ეს ასეა. თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეგვიძლია დასაწყისში გავაკეთოთ გალში და ოჩამჩირეში, იმიტომ რომ ეს არის ეკონომიკური პოტენციალის მატარებელი რაიონები, რომელიც დღეს სარიელია, მაგრამ ეს ზონა სწორედ იმას ემსახურება. რომ საქართველოს ყველა მაცხოვრებელ, მათ შორის ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს აფხაზეთში, დაინახოს სარგებელი ეკონომიკური განვითარების, დაინახოს სარგებელი ინტეგრაციის, დაინახოს სარგებელი თლიან სახელმწიფოში ცხოვრების. და საქართველოსთან რაიმე ჩვენ იმდენად პატარა ქვეყანა ვართ, იმდენად ეს ჩვენი სიმცირე, ჩვენი ეს ოქროს მიწა, იმდენი საუკუნე შეგვინახეთ წინაპრებმა, რომ ჩვენ აქ იმისთვის არ მოსულართ ამ ქვეყანად, რომ ის რაც 1000 წლების განმავლობაში შეგვინახეს, ეხლა ვიღაცას გავცეთ და გავაჩუქოთ. ეს კარგად უნდა გვესმოდეს ყველას. და თუ კი ვინმეს სადმე ესეთი აზრები უკიაფებს თავში, მაშინ ამ ხალხისთვის დღეს საქართველოს არასწორი პრეზიდენტი ყავს და არასწორი მთავრობა ყავს. და ჯერჯერობით როგორც თქვენი კონსტიტუცია არის მინიმუმ 5 წელი ეყოლება. ასე რომ შეუძლია ყველა დაწყდეს ამ თემას გთხოვთ. შეიძლება რადიო ფორტოდან ანა მამაგულიშვილი, მე მინდა დავუბრუნდე
მერკელის თემას. პრესკონფერენციაზე ქალბატონმა კანცლერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია მნიშვნელოვანი პროგრესი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში. თუ არის მოსალოდნელი დეკემბრამდე თუნდაც რაიმე სერიოზული წინსვლას ახალი სამფაზიანი პროგრამის განხორციელებაში და რა ეტაპზე ამ დროისთვის ეს პროგრამა? კარგი, რაც არის, რომ ადრე იყო, რომ ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გაქვთ პრობლემები და თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ჩვენი პრობლემები და ყველამ ერთად უნდა გადაწყვეტოთ. როგორც გითხარით, ეს არ არის უკვე ცალკე აღებული საქართველოს პრობლემა. ეს არის ევროპული უსაფრთხოების პრობლემა, რაც ხდება აფხაზეთში და შესაბამისად ყველა მთავარი ევროპული მოთამაშე ამაში ჩართული ალანია ხო და ბოლოს. ბატონო პრეზიდენტო, სამხრეთოსში ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა პროვოკაციების, როლები, აფეთქები და ასე შემდეგ. კოკოეთი იყო მოსკოვში, გუშინ წინ კარასინში შეხვდა, როგორც იცით და განაცხადა იქ, რომ უარს იძახის ან აკრიტიკებს შუამავლების EUTOS და სხვა ორგანიზაციების საერთოდ მონაწილეობა კონფლიქტის დარეგულირებაში. რას ფიქრობთ ამაზე და შეიცვლება თუ არა რამე ამ კუთხით სამხრეთოსში? მე ვფიქრობ, რომ სამხრეთ ოსეთში ცხინვალში უბრალოდ იმ ნაწილში, რომელსაც ჩვენ ვერ აკონტროლებთ, კოკოითი არ წყვეტ დიდი ხანი უკვე არაფერს. ეს ნაწილი იმყოფება დღეს რუსეთის პირდაპირ ადმინისტრაციის ქვეშ. ეს არის ყველა საერთაშორისო ნორმის უხეში, ფეხქვეშ გათელვა, ეს არის უპრეცედენტო რამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და იმედია, რომ რუსეთის ფედერაცია ამ არანორმალურ სიტუაციას დროზე მოუღებს ბოლოს. მე იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას რუსეთში მიიღებენ არა FSB-ს გენერლები, როგორც აქამდე იღებდნენ, არამედ რუსეთის პრეზიდენტი და ამ საკითხს რუსეთის სახელმწიფო მიუდგება სრული პასუხისმგებლობით. ეს უკვე სიბნელეში ეს საკითხები აღარ გადაწყდება. უკვე ყველა ამაში გარკვეულია და შუამავლების არ მოწონება და მოწონების შუამავლები ჩვენ არ გვჭირდება, ჩვენ ეს არის ჩვენი საზოგადოება და რაც შეეხება იმ რუს KGB-შნიკ FSB გენერლებს, რომელიც ხედან იქ ცხინვალში და აწყობენ ამ პროვოკაციებს და საერთოდ მონაწილეობენ 1000 გვარ სიბინძურეში, მათ ისინი უნდა დაუბრუნდნენ თავის დისლოკაციის ადგილებს რუსეთის ფედერაციაში, საქართველოში მათ არაფერი არ ესაქმებათ, ისევე როგორც იქ ბატონი მაროზოვი თუ რაღაც გვარი შესაბამისად დაუბრუნეს იმ ადგილებს, საიდანაც ის არის წარმომავლობით, მას არაფერი არ ესაქმება იქ, სადაც მას ის გამოაგზავნეს და მომავალში ეს ხალხი უნდა ჩამოვიდეს დასასვენებლად ჯავაში, მამისონზე იქ მოაწყონ ტურისტულ მარშრუტები შემოიარონ იქ, რა ქვია, და ბევრ სხვა ლამაზ ადგილზე შაორს და თვალწარმტაც საქართველოს ადგილებში. ის რომ ეს სიტუაცია ხელოვნურად დიდხანს ვერ შენარჩუნდება, ჩვენმა რუსმა კოლეგებმა ჩვენზე უკეთესად იციან. მაგრამ გადაწყვეტილების მიღება მე მგონი ვიღაცებს უჭირს და მე იმედი მაქვს, რომ თუ ქვედა დონეს უჭირს რუსეთის პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებების შესაბამისად მიიღებს. არ შეიძლება 21 საუკუნეში იმოქმედო 19 საუკუნის ყველაზე უარესი მაგალითებით და იმედია, რომ 21 საუკუნის რუსეთის ხელმძღვანელობა სწორედაც რომ მიუდგება ახალი ევროპული პრინციპებით იმას, რაც სრულიად არანორმალურია. რაც შეეხება პროვოკაციებს, თქვენ თუ შეამჩნიეთ, პროვოკაციები არის, მაგრამ იმ ტერიტორიას, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ, არის სრული წესრიგი და იქნება ასე. და ვეღარაფერსაც ვეღარ მოგვიწყობენ. იმიტომ რომ ჩვენ ვისწავლეთ და მათაც ვასწავლეთ, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს პრობლემები ვერ შეექმნებათ და ეს ყველაფერი არის ეს ხალხი იმყოფება ჩვენი სახელმწიფოს დაცვის ქვეშ. ჩვენი ყავს ძალიან გამოცდილი ხალხი პოლიციაში, ისინი წესრიგს იცავენ. ძალიან სამწუხაროა, რომ თლათ ეს წესრიგი რა თქმა უნდა არ არის ცხინვალში და იმ ადგილებში, რომელსაც ჯერ კიდევ აკონტროლებენ რუსეთიდან შემოსული FSB-შნიკები და ნარჩენების დარჩა სეპარატისტების იქით, რომ ძირითადად სეპარატისტები ყოფილი, როგორც გახსოვთ, ჩვენ მხარეს გადმოვიდნენ უკვე დიდი ხანი, ჩვენს კი არა, შვიდობის მხარეს გადმოვიდნენ. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ საკითხს ბევრად უფრო ადრე მოვაგვარებთ, ვიდრე შეიძლება თუნდაც იმ თქვენ დასახელებულ პიროვნებას წარმოადგენს. დიდი მადლობა.